ყველაზე მთავარი და გემრიელი რამ. მე მეგონა რომ ეს იყო ეკრანი, სინამდვილეში ეს არ არის ეკრანი. ეს არის მეგობრებო, ვინც ეს ავტომობილი გამოუშვით? არ მიტოვებს ისეთ გრძნობებს, რომ ვაუ, რა ხარისხია. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. მოგესალმებით მეგობრებო China Cars.G. თუ მიხვდებით, რატო ყავს ეს ავტომობილი? ეს არის Xiaomi YU7 და ირგვლივ დგას SU ბრენდი ტანკი. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორია მოხდა დღეს. თურმე Xiaomi-ის გადაღება არ შეიძლება. რატო არ შეიძლება? აქვთ ახალი ტექნოლოგიები, რაღაცა ახალი ეკრანი შიგნით, ახალი სოფტი, რისი გადაღებაც უჯერჯერობით ჩვენთვის არ შეიძლება, ამიტომ მოგვიწია ავტომობილის წამოყვანა, ძალიან ბევრი ვთხოვეთ, ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხეთ, ძალიან ბევრი იმისთვის რომ მანქანა გამოგვეყვანა, შეგვეცვალა სანომრე ნიშნები და დაგვეწყო ამ ავტომობილის გადაღება. ჯერჯერობით არ შეიძლება ამ ავტომობილზე. სიარული ტესტ-დრაივის შემთხვევაში უნდა ჩაეწეროთ, უნდა დაგამტკიცონ, ადამიანი უნდა შეამოწმონ და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამ ავტომობილის ტესტ-დრაივი. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად გაგვიარა მთელი ეს პროცედურები და ეხლა დავიწყებთ მიმოხილვას Xiaomi YU7-ის. როგორც ვიცით, China Cars-ისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი. ამიტომ დღეს ვყავს მიმოხილვაზე YU7. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის საშუალო კომპლექტაციაში, რომელსაც ქვია Pro, რომელიც არის 4/4-ზე. ეხლა კი ორიოდე სიტყვით მოგიყვებით მის ტექნიკურ მაჩვენებლებზე. ესე იგი ყავს სამი ვერსია. სტანდარტული, რომელიც არის უკანა წამყვანით, Pro შუათანა ვერსია, რომელიც არის 4/4-ზე და Max-იც, რომელიც არის 4/4-ზე. ციფრები. სტანდარტში გვაქვს 320 ცხენი ზალა და 96.3 კილოვატ-საათიანი ელემენტი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავიაროთ ერთი დამოხტვით 835 კილომეტრს გავივლით. რაც ეხება Pro-ს, ანუ ამ ვერსიას. გვაქვს 496 ცხენის ზალა, იგივე 96 და 3/10 კილოვატიანი ელემენტი, მაგრამ შეგვიძლია გავიაროთ უკვე 770 კილომეტრი ერთი დამოხტვით. ხოლო Pro-ში უკაცრავად, ხოლო Max-ში, უმაღლეს ვერსიაში, გვაქვს 690 ცხენის ზალა, უკვე 101.7 კილოვატიანი ელემენტი და შეგვიძლია გავიაროთ ცოტათი ნაკლები, 760 კილომეტრი, 10 კილომეტრით უფრო ნაკლები, მაგრამ უფრო მძლავრია. ეხლა კი ვნახოთ თუ რას წარმოადგენს ამ ავტომობილის ექსტერიერი. რას ხედავთ წინ? მასიურ დიდ წინა ნაწილს, მინდა გაჩვენოთ რომ სურათებში ეს არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ქვედა ნაწილი არის შუქი, ხოლო ზედა ნაწილში შეგიძლიათ შეყოთ ხელი და შიგნით აქვთ მხოლოდ ერთი ესეთი day running light და აქაც აქვს ზოლი day running light-ის. ეს არ არის შუქი, ეს არის აერის ეგრეთ წოდებული მიმართულების ნახრეთი, მოკლედ აქედან შედის აერი, იქიდან გამოდის და აგრილებს იქ ყველაფერს. რაც ხედავთ წინ კიდე. მეც ბევრად ვერაფერს ვერ ხედავთ, სენსორებით არის დატენილი ავტომობილი და რა თქმა უნდა წინ კაპოტზე, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, აქვს ვენტილაციის ბადე, რომელსაც იღებს იქიდან, გამოაქვს აქედან. სახელურები ავტომობილის არის ისეთი, რომ უნდა შეყოთ ხელი შიგნით მთლიანად, გაწიოთ აი ეს ნაწილი, შედის შიგნით, ამას გაწევთ შიგნით და სუ ბოლოში უკვე აჭერთ და იღება ავტომობილის კარები. სხვანაირად, კონკრეტულად ამ ვერსიაში არ კეთდება. წამოვიდეთ, ვნახოთ რა ხდება უკან და საბურავებზე. ამას აქვს უკან არავენტილირებადი დისკები და წინაც პრინციპში არავენტილირებადი დისკები, ანუ ნაჩვენები არა აქვს, მაგრამ ვენტილირება აქვს. საკმაოდ დიდი მუხრუჭების სისტემა და 21 ინჩიანი საბურავები. გამოვიდეთ, ვნახოთ უკან რა ხდება, იმის გარდა რომ ფრთაზე გვიყენია კამერა, აქაც პატარა ფრთა გვაქვს აეროდინამიკისთვის და პრინციპში სიმპათიური უკანა ნაწილი, რომლის
უკანა ოპტიკა იწყება ესე. აი ესე U ფორმა აქვს, დახრილი U ფორმა, იქიდანაც დახრილი U ფორმა და შუაში ქვედა ნაწილი ფორმების ერთდება ერთმანეთში. ცოტათი მოგვიანებით ვნახავთ თუ რა ხდება საბარგულში, რა ხდება ინტერიერში. აქედან, რა თქმა უნდა, მოდით გაჩვენოთ, ეს არის დატენვის პორტი, რომელსაც გავაღებთ და გაჩვენებთ თუ რა არის შიგნით. ეხლა კი ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს ავტომობილი შიგნით ინტერიერში, მეგობრებო. საერთოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ვეხებით Xiaomi-s ბრენდს, მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. თქვენ ყიდულობთ Xiaomi-s რაღაც კონკრეტულ მაგალითად სტანდარტულ კომპლექტაციაში, რომელიღაცა უფრო მაღალ კომპლექტაციაში და შემდეგ ყველაფერი შეგიძლიათ ააწყოთ. მაგალითად, უფრო მაღალ კომპლექტაციაში ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ კარბონის სარკეების ხუფები, Brembo-s სამუხრუჭე სისტემა, ცოტათი ქვევით ჩამოწეული კაბები, რომელიც ირგვლივ ავტომობილის ირგვლივ ყენდება და ავტომობილს უფრო უკეთესი ექსტერიერი გამოსდის, ვის როგორ მოსწონს. მაგრამ ამასობაში მთელი მანქანის დამატებითი ოფციების დაყენება შეიძლება. მოდით ვნახოთ რა ხდება ინტერიერში. კარები როგორც მოგიყევით. შევიდა, დარჩა შიგნით და არ გამოვა სანამ არ დაიხურება ავტომობილი. აბა როგორ ჩავეტევი ამ ავტომობილში YU7-ში. ესე იგი, რას ხედავ შიგნით. ეხლავე გავწევ სავარძელს, მოვირგე სავარძელი. საინტერესო საჭე. შუაში რაღაც ეკრანი გვაქვს, ჯერჯერობით არ მუშაობს, მაგრამ გავარკვევთ რაზეა საუბარი, მაგრამ რაც მთავარია, აქსელერატორის პედალი ამოდის იატაკიდან და საკმაოდ ახლოს არის და კომფორტულად შემიძლია მომართო ავტომობილი. თითქოს ყველაფერი ჩემს ირგვლივ არის, ეს არის აქედან გრძნობები ავტომობილის. აი ესე უნდა ვატარო ავტომობილი და რა თქმა უნდა, შთაბეჭდილება მრჩება ისეთი, რომ ავტომობილი არის პატარა. ვნახოთ, რა გვაქვს ცენტრალურ კონსოლში. რას წარმოადგენს ცენტრალური კონსოლი? ცენტრალურ კონსოლში, როგორც ხედავთ, უკვე აქეთ ამ მხრიდან, ფეხებისთვის მე საკმარისი ადგილი მაქვს. ხედავთ ცენტრალურ კონსოლს, სადაც იტანება ორი მობილური ტელეფონი. ავიღოთ და თავდოთ 1 და 2 და წესი დარიგის მიხედვით ორივე ტელეფონი იტანება. როგორ გითხრათ, ანუ მუსიკაზე და ხმაზე რეაგირებს აი ეს ზოლები მარჯვნივ მარცხნივ, რომელიც როგორც ხედავთ, ყოველ დეციბელზე იმატებს ზოლებს ზევით. ეს რა თქმა უნდა, ზოლები, რომელიც ზევით ქვევით დახტუნავს, არის დამატებითი ოფცია, რომლის დაყენებად შეგვიძლია ამოვირჩიოთ, ვიყიდოთ და დავაყენოთ, როგორც კიდევ უამრავი სხვადასხვა ოფცია დაწყებული მაცევრიდან დამთავრებული სხვადასხვა რაღაც ბონუსებით. რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება? იმის გარდა, რომ ეს არის მფრინავი კონსოლი შუაში, ქვევით აქვს. რაც მოულოდნელია, საკმაოდ დიდი ადგილი არის ამის ქვეშ, იმისთვის რომ რაღაცეები დაალაგოთ. ვნახოთ, ორი პატარა რატომღაც შეხედეთ რა მოყვება. დარწმუნებული ესეც უნდა შეიძინოთ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამის გარდა ამ ავტომობილს აქვს, შეხედეთ 1, 2. მოდი გაჩვენო. 2 საჭიქე, რომელიც ჩადის ან ამოდის. მაგრამ ამასობაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ესეთი დამატებითი დამცავები, რომელიც გამოგადგებათ ჩასვავთ და იქნება დამცავი. საკმაოდ პატარა საჭიქეებია. ვნახოთ რა ხდება armrest-ში. armrest-შიც არის უამრავი დამატებითი რაღაც შეძენილი, როგორც მე ვხვდები. ეს არის რეზინის დამატებითი ყუთი, რომელიც ამაში ჩადეს, აქაც დამატებითი პატარა რაღაც რეზინა. მოკლედ, გააკეთეს შიგნით ორგანიზება ადგილის, იმისთვის რომ ადამიანს გამოადგეს კონკრეტულად ვინც ეს ავტომობილი ააწყო. ჩანს თითქოს ჩარჩო არ აქვსო, მაგრამ სინამდვილეში პატარა ჩარჩო ამ სარკეს აქვს. საკმაოდ პატარა ზომაა, მაგრამ ისეთი პატარა უკანა საქარემინისთვის ნორმალურია და ყველაზე მთავარი და გემრიელი რამ. იმის გარდა რომ აქ არის მთლიანი პანორამა, რომელიც არ იხურება და არ იღება, მუდამ არის, კი ბატონო, არის ჩამოქებული, მაგრამ მაინც ეს არის სულ ყოველთვის ღია პანორამული სახურავი. ეხლა კი საინტერესო იყო თუ როგორ ხდება პროექცირება წინა რაღაც ინფორმაციის, სიჩქარის და ყველაფრის. მე მეგონა რომ ეს იყო ეკრანი, სინამდვილეში ეს არ არის ეკრანი. ეს არის წინა საქარემინაზე დაკრული ამრეკლავი შავი ფერის ფირი,
რომელიც ირეკლავს ეკრანს, რომელიც არის ქვეშ. მოდით გაჩვენოთ, შეხედეთ. ესე იგი, აი აქ ქვევით არის ეკრანი, შიგნით არის ეკრანი. ეს არის ფირი, რომელიც შუშაში შედის. ეკრანი ანათებს და რეფლექტირება ხდება, ირეკლავს ყველაფერი და ვხედავ მე. რაც გვაძლევს 3D ეფექტს, ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი თან არსებობს, თან არ არსებობს. რაღაც უცნაური გზნობა არის, ეს არ არის ეკრანი, რომელსაც უყურებთ, როგორც არის აქ, ეს არის ანარეკლი, რომელიც აი ამ ღრმა 3D გამოსახულებას გაძლევთ, რაც ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მინდა გითხრათ. რა გვაქვს ამ ავტომობილში კიდე? დავჯდები წინ, როგორც ვიცით, უნდა დავტესტოთ, საჭესთან გვაქვს ცვლილება მართვის რეჟიმების ცვლილება, ეს როგორც ხვდები არის 360 გრადუსიანი, ეხლა ვერ ვაკეთებ და რა თქმა უნდა, დრაივის უკან და ნეიტრალის პარკინგის ჩამთავი ჯოისტიკი გვაქვს აქ. აი, ესე მუშაობს ეს ყველაფერი. აი, ეს მთხოვს გასაღები ჩადებიო, გასაღები გარეთ დამჭა. ეხლა კი გადავალ მე უკანა სავარძელზე და ვნახოთ თუ როგორ ვეტევი მე კომფორტულად წინ და შემდეგ ჩემს უკან. ავტომობილის ინტერიერი როგორც ასეთი, საკმაოდ სასიამოვნო მასალებისგანაა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მომეჩვენა, რომ თითქოს რაღაც ცარიელიაო, თუმცა რაღაც პლასმასის ელემენტები აქვს ის, რომელიც ცოტათი სხვა დეტალებთან შედარებით არც თუ ისე სასიამოვნო მოსაკიდებელია. ვიჯექი წინ, მოვირგე ჩემთვის სავარძელი, ვჯდები უკან. რას ხედავ უკან? რატომღაც არ გამიკვირდა, მაგრამ უკანა ადგილი ამ ავტომობილში ჩემთვისაც ნორმალურია ზომით, თუმცა ავტომობილი გამოიყურება თითქოს არის პატარა. რა არის ეს? როგორც ბევრ ავტომობილში გამოვწევთ და აქ რაღაც აქსესუარი ჩაჯდება, ჩვენ კი როგორც ვიცით, ეს ავტომობილი არის აქსესუარებით სავსე. სულო და გულო, ბევრი იმდენი რამე აქვს, რაც გინდა შეიძინეთ და დააყენეთ. აქ როგორც მე ხვდები, შეგიძლიათ ჩასვათ მაგალითად მონიტორი. მაგალითად. ესე იგი, ელემენტარულად ამ ავტომობილის მფლობელმა, ეგრეთ წოდებულმა, ვინც ეს ავტომობილი ააწყო, იმდენი რამ თავისთვის გათვალა, დავხურავ კარებს, იმდენი რაღაც აქსესუარები ამოირჩია, რომელსაც გაჩვენებთ, გაგიკვირდებათ კიდევაც სავარაუდოდ. რა გვაქვს აქ? აქ ჩვენ გვაქვს მაცივარი, მეგობრებო. ანუ დააყენა ადამიანმა, იყიდა, გადაიხადა ფული, დააყენა მაცივარი, იმიტომ რომ არ ყოფილიყო მაცივარი, იქნებოდა სავარაუდოდ თარო. აქ გვაქვს მართვა ავტომობილის უკან, რაც გვაძლევს ჩვენ სავარძლების მოძრაობას წინ უკან, რაც გვაძლევს დათბობას და გაგრილებას. შუაში გვაქვს armrest-ი. ისევ და ისევ ორი საჭიქე და რბილი მასალით ჩაფენილი სავარაუდოდ ტელეფონის ჩასადები. რომ მივხვდეთ თუ რა ზომაზეა საუბარი, ეხლავე ავიღებ ტელეფონს, აი რა ზომაზე არის საუბარი. აი ესეთი ზომა არის უკან ეს. ავწიოთ, განვახცოთ. ესე იგი, გადმოვჯდები მარჯვენა ადგილას, რომელიც როგორც ვიცით, ყოველთვის ყველაზე საინტერესო ადგილია. ამ ავტომობილში ეკრანში, ეკრანის ქვეშ გვაქვს დეფლექტორი და არკაშიც გვაქვს დეფლექტორი. თუ გესმოდათ ხმა, მივაკაკუნე არკაზე. მე მართალი რომ გითხრათ, ვერ ხვდები თუ რატო ხდება ესეთი დიდი აჟიოტაჟი ამ ავტომობილების შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩინურ ავტომობილში ვარ. ნამჯდარი, ძალიან ბევრი ავტომობილი მიტარებია, დამიტესტია და მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემია. ჰეითერებმა არ დაწეროთ უამრავი რაღაცა, რომ მე რაღაცა არ მესმის, შეიძლება რა თქმა უნდა არ მესმის კიდევაც, ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან ვამბობ, მაგრამ რატომ არის ესეთი დიდი აჟიოტაჟი ამ ავტომობილზე, როდესაც საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ სხვებთან შედარებით არ მიტოვებს ისეთ გრძნობებს, რომ ვაუ, რა ხარისხია. კი, ყველაფერი სასიამოვნოა, ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც და მაინც რაღაცა ზე სუპერ ესეთი რა უნდა ვიყიდო და პირველი უნდა ვიყო და უნდა აუცილებლად ეს მანქანა უნდა ვიშოვო. არ ვიცი რატო ხდება ესეთი აჟიოტაჟი, მეგობრებო. ელემენტარულ აქსესუარებზე მოდით გაჩვენოთ, შეხედეთ. აქ აქვს, ესე იგი, ადამიანმა ამოირჩია ესფერი ინტერიერი და შეხედეთ, აქ იყიდა აქსესუარი. ისედაც რბილი და გემრიელი მასალისგან არის გაკეთებული, მაგრამ კიდევ ამოირჩია ზუსტად იგივე მასალა ოღონ რბილი და
ჩასვა, ეს აქსესუარი ესე. აქედან იღება კარები, აქედან რეგულირდება სავარძლის ზურგის მოძრაობა წინ უკან. და რა თქმა უნდა, ფანჯარა. ესე იგი, ეს არის YU7-ის უკანა ადგილი, უზარმაზარი პანორამა, სასიამოვნო ვიდი, ფანჯარა რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ჩავა ფიზიკურად, იმიტომ რომ ადგილი არ აქვს ფანჯარას რომ ჩავიდეს ბოლომდე, მაგრამ ბევრ ავტომობილს აქვს ესეთი რაღაც. ეხლა კი გადავიდეთ და ვნახოთ რა ხდება საბარგულში, თუ რამდენი ადგილი გვაქვს ჩვენ მანდ. ზომით ჩანს თითქოს პატარა, მაგრამ მშვენივრად და მარტივად გადმოდივარ, მშვენივრად და მარტივად ვჯდები. სადა აქვს ღილაკი? პირდაპირ კამერის გვერდით. რაც მე მიმაჩნია ისევ და ისევ, რომ შეიძლება ხშირად დაისვაროს და ყოველთვის იყოს დათხრილი. მაგრამ ვაჭერთ ქვევით ამ ღილაკს. შეეძლოთ აი აქ გაეკეთებინათ რა მოხდებოდა. რა გვაქვს საბარგულში? ვერ გეტყვით რომ დიდი ზომის საბარგულია. ჩაეტევა ალბათ ერთი დიდი და ერთი პატარა ჩემოდანი. ისევ და ისევ აქსესუარი. შეხედეთ? ეკრობა მთლიანად ეს ყავის მთელს ინტერიერს საბარგულის ფარავს. პრინციპში ცუდად არ გამოიყურება, მე მომწონს. ნახოთ რა გვაქვს აქ. ძალიან აი შეხედეთ რა ამ ხელაზე შევიდა ჩემი ხელი. ძალიან ღრმა არის. მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი რაოდენობის რაღაცები შეიძლება ჩაეტიოს აქ. აი, ჩვენი მინუსით. ავიღე, ეხლა როგორ დავუხურო უკან. აი ესენი მიშლის. რო დავუხურო, ერთი უნდა გამოვწიო, ესეც უნდა გამოვწიო. მოკლედ ეს ალბათ სულად ორიგინალური აქსესუარი არ არის. შტეპსელი, ჩვეულებრივი 12 ვოლტიანი სავარძლების წინ გაწევა. მოდით იცით, ვცადოთ სავარძლები გავწიოთ წინ და ვნახოთ, ნახეთ რამდენი რამე დევს ავტომობილში ამ ზომისთვის. დავაჭირე ღილაკებს და სავარძლები წავიდა. წავიდა. რამაც მოგცა პრინციპში იმდენი ადგილი, რომ მე თავისუფლად ჩავდებდი ამ ავტომობილში 1, 2, 3, 4, 5-6 ჩემოდანს. ბონუსი სავარძლები უკანაც ელექტრონულად იხურება, რა თქმა უნდა. მოკლედ. აქსესუარები მოდის ფირმულ ყუთებში. მოკლედ, ეს ჩვენი Xiaomi YU7-ის საბარგული და შეკითხვა Xiaomi-ის. მეგობრებო, ვინც ეს ავტომობილი გამოუშვით? დააყენეთ ღილაკი აქ რა მოხდება? რატო უნდა ჩახვიდეთ ქვევით მაინც და მაინც ჭუჭყიან ადგილას? თუ შეეძლო სხვა ავტომობილს მოეფიქრებინა, ამათმა არ ვიცი, კარგით ეს ისევ და ისევ რაღაცას ზედმეც ალბათ იმაშვებ. დამტენი მეგობრებო, ბარემ დამტენიც ვნახოთ. მოდით ვნახოთ დამტენი. ახატია თითი, ესეთი ხელი ახატია, რომ დაადეთ თითიო, დავადეთ თითი და გამოიღო დამტენი. და რა თქმა უნდა, სწრაფი დამტენი GBT DC და ნელი დამტენი GBT, ნახეთ, აწერია up. ანუ უნდა ჩადოთ. შეხედეთ რაზეა საუბარი. ერთი ღია იყო, მეთქი არა აქვს თქო, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ორმხრივი ხუფი, რომელსაც აწერია თუ ესე იზავთ ups. ესე იგი, აქ არის დიდისთვის დასაფარი, ანუ ამაში შეერთეთ და ეს დაფარულია, ან პირიქით ამაში აერთებთ და უკვე ფარავთ ამას. აი ესე. ღილაკი დაუხურეთ. გათვლილია. ეს არის Xiaomi YU7, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი. რატომ? მე ჯერჯერობით ვერ მეხუთი. მაინც ალბათ რაღაც ეშხი ამ ავტომობილს აქვს ისევ და ისევ, იმიტომ რომ შეხედეთ როგორ იღება წინა ნაწილი. მე ბევრ მანქანაზე ესეთი რაღაც არ მინახია. ღილაკი, რა თქმა უნდა, მონიტორითაც შეგიძლიათ, მაგრამ აჭერთ გარედან ღილაკს და შეხედეთ. რამხელა ზომის რაღაცა ავიდა ზევით. და ელექტრომობილების მფლობელებო, მითხარით, აი ამ ხელა ადგილი გააქვთ ვინმეს? სასაცილო ის არის, რომ აქ არ შეიძლება ბავშვების და ძაღლების ჩასმა. აქ აწერია no kids, no dogs.
აი წარმოიდგინეთ რამხელა რაღაცა გაიღო, რაც არის იზოლირებული მეგობრებო, აქ აქვს რეზინა, რომელიც ეტყობა აქ რო უკვე ამაზე ეჭირება და რა თქმა უნდა, წყალი და მტვერი ამაში არ შევა. დანარჩენი კი აბსოლუტურად ცარიელია და ვეცდები აქ შეგიძლიათ ჩაასხა წყალი. ეხლა ვეცდები ისევ იგივე ღილაკით, ოპ და დავხუროთ. ესეც ესე მეგობრებო, Y7. შეგრძნებები ამ ავტომობილში სიარულის დროს. პირველი, რაც ხვდებათ თვალებში, ნებისმიერი ადგილიდან ეს არის ძალიან ლამაზი, ძალიან ეფექტური 3D გამოსახულება საქარემინის ქვეშ. მაგრამ ვიყოთ ობიექტურები. ესეთი მონიტორი, ესეთი მაღალი რეზოლუციის და ესეთი კონტრასტული როგორიც არის აქ, თუ როგორ გვიჩვენებს სხვა ავტომობილებს, როგორ გვიჩვენებს გზას, ესეთი ჯერჯერობით არ მინახია. შეხედეთ რაზეა საუბარი, შეხედეთ როგორი კონტრასტული მონიტორია და როგორ კარგად აჩვენებს ყველაფერს. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედო ეკრანს, საიდანაც არ უნდა შევხედო ქვევიდან, ზევიდან, გვერდიდან, ყველა მხრიდან პრაქტიკულად ესეთი კონტრასტულია. ჩუმი, კარგი ხმის იზოლაცია. ერთადერთი ისეთ შთაბეჭდილებაა თითქოს აი ეს ვზივარ. იცით, პარკში რომ მიდიხართ და რო ჩაგვსვავენ ვაგონეტკაში და აქ რომ სახელური გაქვს და ირგვლივ რო ყველაფერი მარჯვნივ ხელი დავდები, მარჯვნივ, მარცხნივ ჩამოვჯექი, შუაში ესეთი რაღაც კოკპიტი მაქვს. აი აქ ფერი იცვლება? კი, აქ ფერი ანათებს, ციმციმებს, აი მე ვსაუბრობ და ამის გარდა ესეც იცვლის ფერს. ანუ ვზივარ რაღაცნაირად ჩემს კოკპიტში, ყველაფერი მაქვს ახლოს, ანუ ტელეფონი, ხედავ კიდევაც ტელეფონს როგორ იტენება და კარგად ხედავ, თუნდაც SMS-იც რომ მოვიდეს დიდ ეკრანზე, აქ დავინახავ, ჭიქა, ჩასადები აი ეს აქსესუარების აი ეს რეზიტი რომელიც დევს, სინამდვილეში კი გამოიყურება საკმაოდ იაფფასიან AliExpress-ის რამეთ, მაგრამ აი აქ რაღაცას ჩადება ძალიან მოსახერხებელი იქნება. იგივე ქვევით ჯიბეში, კარების ჯიბეში და ღილაკიც პირდაპირ აი ხელი როგორც მიდევს, აი ჩემი ხელი, დავდები ხელი აქ, ჩასადები და ქვევით კარების გასაღები ღილაკი. ანუ ბევრ ავტომობილს სადღაცას აქვს მარჯვნივ, მარცხნივ ქვევით რაღაც ხელის შეყოფა, არა, აქ ზუსტად ერგონომიკა იმ დონეზე არის დალაგებული, რომ მე ძალიან მომწონს, ძალიან სასიამოვნო რამ არის. მოცულობით საკმაოდ პატარაა. შეხედეთ რა არის ეს ყვითელი ფერი, ანუ ეს იცვლის ტონალურობას ფერების, სხვადასხვა ფერებია, ეს კი სიკაშკაშეს. გავაკეთოთ ყველაზე კაშკაშა და შევწოვოთ ფერები. გოგონებს მოეწონება, იმიტომ რომ მაკიაჟის გაკეთების დროს სხვადასხვა ფერებს მისცემს და კარგად დაინახავენ ამას ყველაფერს და აინა შეხედეთ, ეს არის მოღუნული. აი ესე არის ამოღუნული, იმიტომ რომ სახურავიც მოღუნულია და პირდაპირ დააჯდა ზედ. ნახეთ როგორ დააჯდა ზედ. ჩემი დღეს უკვე ყველაზე საყვარელი კონტრასტული დისპლეი. ამასობაში გაქვთ კიდევ ერთი დისპლეი, აი აქ, ქვევით, სადაც გაქვთ ტელეფონი, ანუ ის მონიტორი, რომელიც არის შუა კონსოლში, სინამდვილეში არის ეგრეთ წოდებული მინი პლანშეტი, მინი ტელეფონი, რომელიც შეგიძლიათ ამოიღოთ და უკნიდან მართოთ ავტომობილის კლიმატ კონტროლიდან დაწყებული, რუქით დამთავრებული პრაქტიკულად ყველა ფუნქცია ამ ავტომობილის შეგიძლიათ მართოთ. რა შევამჩნიეთ ამ ავტომობილში? ეს არის ტარების და გრძნობების, უფრო დაკიდების სისტემის მახასიათებლები. შეხედეთ. ეხლა გადავევლით პატარა, გადავიარეთ პატარა ლუკი, მივდივართ და ეხლა გვექნება ხიდი, ხიდზე იქნება შემაერთებელი ზოლი. თქვენ ალბათ კამერაში ამას ვერ გრძნობთ, მაგრამ ავტომობილი არის საკმაოდ უხეში. ეს არ არის რბილი და ექსტრა მეგა კომფორტული ავტომობილი. კი,
ისეთი შტაბ-შტაბა თითქოს ლიანდაგებზე მიდიხართ, ისეთი შტაბ-შტაბა თითქოს მიკრული არის გზაზე და არანაირად მარჯვნივ-მარცხნივ არ ქანაობს, მაგრამ ამასობაში ეს ავტომობილი არის საკმაოდ უხეში. ყველაფერს ბევრ რამეს გრძნობთ სიუხეშეს ასფალტზე. წარმოიდგინეთ, ეს თუ ხდება ჩინურ იდეალურ გზებზე. როგორ ილის ეს ავტომობილი იმ ქვეყნებში, სადაც ასფალტი არც თუ ისე კარგი ხარისხის საფარი არის გზის. უფრო სპორტული შეგრძნებები აქვს ამ ავტომობილს, ვიდრე კომფორტული ავტომობილი ყოველდღიური მოძრაობისთვის. მე ავტომატურად ძალაუნებურად, როდესაც უხვევთ, ვუყურებ მარჯვნივ-მარცხნივ ავტომობილს. რა მომხვდა თვალში პირველივე? ეს არის საკმაოდ მასიური არკა. არკის შემდეგ მოდის დიდი ზომის ჩარჩოების გარეშე გვერდითა სარკე, გარე, რომელიც იმ დონეზე დიდია, რომ არკასთან ერთად სარკე საკმაოდ დიდ არეალს ხედვისას მიფარავს. ვიყურები წინ, ვუყურებ მარჯვნივ. აქ უკვე ვერაფერს ვერ ხედავ, აი ესე მოვატრიალებ თავს და აი ამ შემთხვევაში უკვე ვხედავ, იმიტომ რომ დანარჩენ სხვას ყველაფერს ფარავს არკა და სარკე. იქიდან გამომდინარე, რომ მანქანა საკმაოდ პატარა ზომის არის, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით კარგად ვეტევით ნორმალურად. მაინც არის ეგრეთ წოდებული blind spot-ები, თან ამის blind spot-ი საკმაოდ დიდი ზომის არის. ვერაფერს ვერ ხედავ, პერიფერიული ხედვით რა ხდება მარჯვნივ. დანარჩენი ყველაფერი ამ მაღალ კონტრასტულ ეკრანზე არის მარტივად მისახვედრი. მენიუ, ვირჩევთ ყველაფერს, ვათვალიერებთ. აი შეხედეთ, უნდა მოირჩიოთ, შეხვიდეთ შიგნით, სარკეების რეგულირება, რა თქმა უნდა, აქ ღილაკები არ გვაქვს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. რა თქმა უნდა, ჰომში გადავედით სახლის ეკრანზე და რა თქმა უნდა, კონდიციონერიც აქედან ყველაფერს ვარეგულირებთ თუ სად უბერავდეს ჰაერი, კონდიციონერი და ასე შემდეგ. ესეც ყველაფერი მარტივად გასაგებია, გადავდივართ უკან ეკრანზე. აქ ჩვენი მუსიკა და entertainment სისტემა ეგრეთ წოდებული, აქ ნავიგაცია, აქ ძალიან ლამაზი, ესეთი ჯერ არ მინახი ერთის ავტომობილზე, ესეთი დიდი, აი როგორ უნდა გამოწიოთ. გავზარდე, გამოვიდა მთელს ეკრანზე. არ მინდა გამოვწიე, მაგალითად მინდა ეს. აქ მუსიკა, ხოლო ეს შუაში კი, ამას შუაში ალბათ დავაჭერ სამი ღილაკს და გადავიყვან მთლიანად რუქაზე. არ ვიცი ჩინური, ვერ ვკითხულობ ჩინურად, მაგრამ ისევ და ისევ მივხვდი, ნახეთ რა სწრაფად ხდება ყველაფერი, რა სწრაფად აკეთებს ყველაფერს ეს ავტომობილი. თუ არ იცით, მაგალითად თქვენ იეროგლიფები ჩინური და ტელეფონი გიხმარიათ როდესმე? ელემენტარულად რამე Xiaomi-ის ტელეფონი, Huawei-ის ტელეფონი არ აქვს მნიშვნელობა, რამე Android-ზე, ხო? ყველაფერს მიხვდებით, ჩავრთეთ ბლინკერი და აინთო, რა თქმა უნდა, აი ის blind spot-ი, რომელსაც მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სარკე და არკა აქვს, ამაში დამეხმარება მე მონიტორი, რომელიც მიჩვენებს თუ რა ხდება აქ. სამწუხაროდ ამ ავტომობილს არ აქვს head-up display. აქ ფიზიკურად ვერ დადგება head-up display, იმიტომ რომ მთელი head-up display ეს არის წინა ჩაბურული, ჩამუქებული შუშის ქვედა ნაწილი, რომელზეც ხდება პროექცირება იმ ეკრანის, რომელიც არის ჩამონტაჟებული შიგნით. ჩავთვალოთ, რომ ეს არის head-up display. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ head-up display ყოველთვის გაქვთ ხოლმე მძღოლის წინ და აი ესეთ რაღაცებს, როგორიც გამოვიდა იქ ვიდეო, როდესაც უხვევდით და აი ეს არეალი, რასაც ვერ ხედავ გამოვიდა მონიტორზე, ეს ბევრ ავტომობილს განსაკუთრებით ესეთი ფასის კატეგორიის ავტომობილს აქვს head-up display-ზე მათ შორის. არა მარტო, მაგრამ მათ შორის. მოკლედ, არის ესეთი ნიუანსები, რაც არაკომფორტულია, არის ამ არაკომფორტული ნიუანსების გადაწყვეტილებებიც გაკეთებული ამ ავტომობილში, მაგრამ ცოტათი უცნაურად არის და ყოველთვის ჩნდება შეკითხვა. რატომ უნდა შეგექმნა პრობლემა იმისთვის, რომ შემდეგ ამ პრობლემის გადაწყვეტილება გაგეკეთებინა ავტომობილში, როდესაც შეიძლება და ცოტათი სხვანაირად გაგეკეთებინა და არა პრობლემა გადაგეწყვიტა, არამედ პრობლემა არ შეგექმნა.
აი ესეთი შეკითხვა. ფილოსოფიური შეკითხვაა, მეგობრებო. დღეს სუჯოუში საკმაოდ ცხელა, ეხლა არის ნოემბრის ბოლო, პრაქტიკულად დეკემბერი იწყება. 22 გრადუსი არის გარეთ და ძალიან სერიოზულად აჭერს მზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მზევიდან სახურავი არაფრით არ იხურება და არანაირი ბლაინდი არ გამოდის, მე მეგონა ტესლების გამოცდილებით რომ სალონში შევიხურკებოდი, მაგრამ არ მცხელა, მზე მანათებს, მზეს ვხედავ პირდაპირ. მეგობრებო, ეხლა ვუყურებ მზეს სახურავიდან და აი, ჩემი თვალები ხედავთ, არც დამიჩვიდია თვალები. ანუ რაღაც ისეთი შუშაა, რომელიც გვაძლევს იმის ეფექტს, რომ არ გადის სიცხე. ხედავ ყველაფერს, მაგრამ არ მაცხუნებს. აი, ესეც ქონდათ პრობლემა, მოიფიქრეს გადაწყვეტილება. ფილოსოფია. სხვათა შორის ვკითხე ავტომობილის ფლობელს ამ წუთას, თუ როგორ უნდა, რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ აი იმ დონეზე დაცხარო, ვეღარ ითმენთ. თურმე Max ვერსიაში, ეს არის Pro ვერსია, Max ვერსიაში შეგიძლიათ შეცვალოთ გამჭვირვალობის დონე. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ Max ვერსიაში. დააჭერთ Relax და უფრო მეტად მუქი იქნება. მიუახლოვდა დასასრულს Xiaomi YU7-ის მიმოხილვა, იმედია მოგეწონათ, იმედია თქვენთვის მიხვდით იმას, თუ რატომ გამოიწვია მანქანამ ესეთი აჟიოტაჟი და რატომ უნდა ყველას რომ შეიძინოს. მე ჯერჯერობით ვცდილობ ჩავწვდე ამ აზრს, ვცდილობ მივხვდე, მაგრამ რაც არის არის. ეს არის Xiaomi YU7, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით ლაიქები და მოგწერეთ თუ რას ფიქრობთ ამის შესახებ, მეგობრებო.